საკუთრებმა მე გამზარდა, გამაძლიერა, მასწავლა პირველ რიგში სიკეთის კეთება. მასწავლა ის, რომ თუ მართალი ხარ, ვერასოდეს ვერ დამარცხდები და მასწავლა ის, რომ ძალიან ვუყვარ ღმერთს, იმიტომ რომ 25,000-ში ერთი გამორჩეული არაჩვეულებრივი ბიჭის დედა ვარ. მე ვარ ზაკო მუშკუდიანი, 16 წლის პარამოცურავი. ჩემი შვილის დიაგნოზია ქონდროპლაზია. ეს არის იშვიათი დიაგნოზი, როდესაც 25,000-ში ერთი გენის მუტაციით იბადება ახალშობილი. ზაკო არის ჩემი პირველი შვილი. 16 წლის წინ მართლა საქართველოში შეიძლება არც იყო აღრიცხვაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვი, არავინ არაფერი არ იცოდა. ყველა მეუბნეოდა, რომ იყო ჩემი ჯვარი, ეს ძალიან რთული მისაღებია დედისთვის და მამისთვის, იმიტომ რომ როდესაც დედა ხდები, პირველი შენი ინტერესია, რომ შვილი გყავდეს ჯანმრთელი და უბრალოდ როდესაც იღებ, რომ შვილს აქვს პრობლემა, მაგრამ არ იცი როგორ უმკურნალო, საიდან დაიწყო და სად უნდა გაჩერდე. ძალიან ბევრი სირთულე გადავიარეთ. ფსიქოლოგურად როგორ მიჭირდა ჯოჯოხეთი, აი ბოლო 2-3 წელიწადია დავწყმარდი, ისე დავწყმარდი, რომ აღარ ვსტირი ვარ. პირიქით ხუმრობთ კიდეც მე და ზაკო ერთად, ვეხმარები სხვა დედებს, იმიტომ რომ პირველ რიგში ბავშვი რო გაიზრდება, განსაკუთრებით რთულ პერიოდს თვითონ ბავშვი აწყდება 6-7 წლის ასაკში, როცა აღიქვამს გარემო როგორ უყურებს, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ევროპაში და სხვაგან ძალიან უყვართ განსხვავებულები, პირიქით ბედნიერები არიან და ხელს უწყობენ და ჩვენს ქვეყანაში დღემდე მიუღებლობაა. ბევრი ადამიანი ყოფილა, რა თქმა უნდა, ჩემ ბავშვობაშიც, ბევრი ჩანდა ყურადღებას. ანუ უკვე ისეთ სახეში ვარ, ანუ უკვე ადამიანს რო სახეზე შევხედო, უკვე მივხვდები ის გამოიჩენს ჩემს მიმართ ყურადღებას თუ ჩვეულებრივ შემხედავს. ძალიან ბევრ ნერვიულობას, ცრემლს გადავაცნით დაცინვასაც გარემოში. 10 წლამდე ზაკო არ დამისვავს მიწაზე. სულ მყავდა ხელში აყვანილი. დავდიოდით მასაჟზე, ექიმთან, სკოლაში თუ საბავშვო ბაღში. მეგონა რომ დამესვა, ვიღაცა შეხედავდა, ვიღაცა დაცინებდა, უკვე გამჯდარი მქონდა. აი ნახეთ როგორ ეხლაც არ დამავიწყებ ეს გრძნობა წლების მანძილზე, რომ გავივლით და ვიღაც შეხედა და მთელს სხეულში აი ცხელი წყალი რო დაგასხან, ზუსტად ამას შევადარ, ისე მეწვოდა და მითხრა რომ დამეფარა ბავშვი. ყოფილა ის მომენტიც, რომ ანუ ბავშვები არ დაინტერესებულან და მშობლები ეუნებიან, რომ აი შეხედეთ და დღეს ზაკო არის საქართველოს ნაკრების პარამოცურავე და უკვე პროფესია. ზაკო, მითხრა რომ მე ვიპოვე ჩემი თავი. თუ დავიწყე 4 წლიდან, ესეც ჯანმრთელობის გამო და 3 წელია, რაც უკვე პროფესიონალურად ვარჯიშობ. და რაც უკვე გადაწყვიტე რომ გავხდარიყავი პარამოცურავი. მე მაქვს ბრინჯაო ევროპის ახალგაზრდა ოლიმპიადაზე. გამოწვევები ბევრი არის, სიფრთხილე არის საჭირო, რაც ყველა სპორტსმენს სჭირდება დისციპლინა, დისციპლინებული უნდა იყოს სპორტსმენი. ბევრი ოცნებები მაქვს, მაგალითად მინდა რომ ვიყო მოხდე ოლიმპიადაზე, ჩემი დიდი ოცნება LA-ში 2028 წელს. და ამისთვის ძალიან დიდ შრომას წევ და აი ეს 2 წელი იქნება თიანად მიეწოდება ოლიმპიადის ლიცენზიას. ანუ შეიძლება ვაილდკარდსაც წავიდე, მაგრამ მე მინდა რომ ლიცენზიით და დამსახურებულად წავიდე ოლიმპიადაზე. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ აი ამ პატარა ბავშვმა რამდენს გაუძლო, რომ მაინც არის ესეთი ლაღი, ძლიერი და დღესაც ახლა ჩაწერაზე მითხარ, რომ იმიტომ მინდაო, რომ რაც შეიძლება ბევრგან გამოვჩდეო, რომ არ მინდაო, რომ ჩაკეტილები იყვნენო ეს შეშემოპირები. მე მინდა რომ ბევრი ეგეთი ადამიანი გამოვიდეს და თავისთავად გამოაჩინოს, რომ არ იყოს ჩაკეტილი და ნებისმიერ სპორტში შეუძლია მიიღონ მონაწილეობა, როგორც სურვაში, ისე ძლევს, აი ბევრი რაღაც შეიძლება დაკავნენ და მინდა რომ არასდროს არ ჩაიკეტონ სახში.